მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს ლუკა ჩანგელია გაგაცნობთ. თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონმა სერბეთის ნაკრების წევრი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა. ლუკა მაისურაძემ 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე 4 ძიუდოისტს ძლია. ეს ოქროს მედალი კი ევროპის ჩემპიონატებზე მაისურაძისთვის რიგით მეოთხეა. პირველად ჩემპიონი ის 2022 წელს გახდა, ხოლო 2019 და 2020 წლებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოსთან ევროპის ჩემპიონები ასევე გახდნენ ეთერ ლიპარტელი და ლაშა შავდათუაშვილი. ვერცხლის მედალი მოიპოვეს გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნე გრძელდება. დღეს კონფერენცია შეკვეთილში გაიმართა, სადაც გურიის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან აქტუალური საკითხები განიხილეს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები, ამ თემებზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში შედგა. დაიგეგმა ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტები. ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მათი მიზანია აქტიური კომუნიკაცია თანატოლებთან, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში. ღონისძიებას დღეს ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. შეხვედრები მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება. დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს. შეკვეთილს და ია გოლიაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში, ია დეტალებს ველოდებით ჩვენგან. პოლარიზაცია, საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები და ახალი კანონმდებლობა ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც დღეს გურიაში გამართულ რეგიონულ კონფერენციაზე ახალგაზრდები აქცენტირდნენ. როგორც უკვე წინა ჩარტვებში მაყურებელს ვუთხარით, შეხვედრა დღესაც ტრადიციულად კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტები დაინტერესდნენ განათლების რეფორმით, იკითხეს თუ რა გახდა განათლების რეფორმის გატარების აუცილებლობა, ასევე დასაქმების საკითხებით, თუ როგორ უნდა გაიზარდოს სამუშაო ადგილების რაოდენობა და ასევე მიგრაციით, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდების რეგიონში შენარჩუნება. საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში კი კითხვა დაისვა იმ ფორმულირებით, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ მეტი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდეს. კითხვა დაისვა ახალ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის გამჭვირვალობის კანონზე, გრანტების კანონზე, რაზეც ითქვა, რომ გრანტების დიდი ნაწილი მიმართული იყო დესტაბილიზაციისკენ, რის გამოც გახდა მათი მიღების აუცილებლობა საჭირო. მე მაინტერესებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ, ურთიერთობის თემა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო ქვეყანაში ხედავთ, რომ ყველა ქვეყანა, რომლებიც ევროკავშირში შედის, საქართველოს აკრიტიკებს. ეთყობა ქართველებს არ გვიცნობენ კარგად და არ იციან ჩვენი ხასიათი, რომ ჩვენთვის უმთავრესი არა რაიმე სტატუსი არის ევროკავშირის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, არამედ ჩვენი ღირსება. გემუქრებოდნენ პირდაპირ მნიშვნელობით, რომ აი შენ თუ ამას არ შეასრულებ, ამას არ მოგცემ. თუ თქვათ იმ კანონებს არ გაიწევ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია და ყველაზე მეტად ღირებული და ფასეული არის, ამას არ გააუქმებ. ევრობიუროკრატები დღეს არიან და ხვალ არ იქნებიან. და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება იქაც ძალიან ბევრი რამე შეიცვალოს, მაგრამ ჩვენ თუ გადავაბიჯებთ ამ პრინციპებს, რაზეც მე ვისაუბრე, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ მომავალი არ გვექნება. მე აღარ ექნება მნიშვნელობა ჩვენ რომელი კავშირის წევრი ქვეყანა ვიქნებით. მაინტერესებს ბოლო დროს მიღებულ კანონებთან დაკავშირებით, მაგალითად კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ასევე გრანტებთან დაკავშირებით. ეს ფარა ზუსტად ანალოგიური ამერიკული ვერსია გადმოქართულდა და ყველა ის ადმინისტრაციული ჯარიმა იქნებოდა თუ სისხლის სამართლებრივი ჯარიმა, ყველაფერი გადმოვიდა ქართულ საკანონმდებლო სივრცეზე.
იმისთვის რომ გავიგოთ რატომ მოხდა ეს, უნდა შევქმნათ სრული სურათი თუ რას ხმარდებოდა, მათ შორის ის გრანტები, მათ შორის ის დაფინანსებები, რომლებიც შემოდიოდა უცხო ქვეყნებიდან. უცხო ქვეყნებიდან შემოსული გრანტები და დაფინანსებები სამწუხაროდ საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 99% ხმარდებოდა პოლარიზაციას. ხმარდებოდა იმას, რომ ახალგაზრდებს არ შეძლებოდათ ერთმანეთთან კამათი, არ შეძლებოდა დისკუსია, ხმარდებოდა ძალადობრივ აქტებს, რომლის ნათელი მაგალითებიც ვიხილეთ ჩვენ რუსთაველზე. ხომ არ იგეგმება საჯარო სამსახურებში დასაქმების მხრივ რაიმე რეფორმირება? ჩვენი ხელისუფლების თითოეული რეფორმა სწორედ იმას ემსახურება, რომ მშვიდობიან საქართველოში, სადაც ეკონომიკა ვითარდება, წინ მიდის და საინვესტიციო გარემოც უმჯობესდება, გავაგრძელოთ ახალგაზრდებმა ცხოვრება და შესაბამისად დასაქმების უკეთეს შესაძლებლობებსაც ქმნის ეს უკეთესი საინვესტიციო გარემო. ჩვენი პოლიტიკის შედეგი გახლავთ ის, რომ უმჯობესდება დასაქმების ინდიკატორი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ სოფელ საჭმელში მცხოვრები ბავშვების და ახალგაზრდების ერთ-ერთი აუხსნელი უკვე მეოთხე წელია და ერთ-ერთი სურვილი არის სკოლა. გვაქვს ძალიან საინტერესო სიახლე, რომ ძალიან მოკლე პერიოდში ქონდა შესაძლებლობა განათლების სამინისტროსთან კომუნიკაციის, პირადად მინისტრის მოადგილეს, რომელიც თუმრად იყო ჩოხატაურში და დღეს უკვე შერჩეული პრიორიტეტების პირველ ხუთეულში არის საჭამიასერის სკოლა, ამიტომ ჩვენ ძალიან მალე ამ სკოლის მშენებლობას შევუდგებით და მეცუნეთ, რომ იქნება ერთ-ერთი სამაგალითო სკოლა საჭამიასერისთვის და ჩოხატაურისთვის. შეხვედრას ცოტნე ივანიშვილი და საქართველოს პარლამენტის დეპუტატები დაესწრნენ, რომლებმაც ღონისძიების დასრულების შემდგომ კონფერენციაში აჯამეს. ითქვა, რომ დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა ის, რომ ისინი მზად არიან განსხვავებული აზრის მოსასმენადაც. მათივე თქმით, სტუდენტების მხრიდან წამოსული ინიციატივები სამომავლოდ სხვადასხვა პროექტში აისახება. მე პირადად მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ დაიწყო ამ თემებზე საუბარი, დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი, მანამდეც აღნიშნე და მგონია რომ დებატი და დისკუსია არის ყველაზე კარგი გამოსავალი პოლარიზაციის. ძალიან ბევრი საინტერესო თემა ჩაიშალა, კარგი პასუხებიც იყო, კარგი შეკითხვებიც იყო და მე მჯერა რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. ძალიან მიხარია რომ ესეთი ფორმატი გაჩნდა და იმედი მაქვს რომ მეტი და მეტი შესაძლებლობა იქნება ახალგაზრდებისთვის რომ ესაუბრონ ეკამათონ ერთმანეთს. ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე, მათ ხედვებზე თუ როგორ ხედავენ სამომავლოდ მათი კუთხის, მათი ქალაქის განვითარებას, იყო პრობლემებზე საუბარი, ღიად ისაუბრეს მათ ამ ყველაფერზე, იყო ევროინტეგრაციასთან მიმართებაში საუბარი თუ როგორ ესახება ჩვენ ხელისუფლებას ამ გზის გავლა. პოლარიზაციაზე იყო ასევე საუბარი, ასევე იყო ადგილობრივად სკოლებთან მიმართებაში, პრობლემურ სკოლებთან მიმართებაში საუბარით. საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გამოვიდა, კარგი შეხვედრა გამოვიდა და მე ვიტყოდი ერთს იმას, რომ ეს შეხვედრები არა მხოლოდ იმისთვისაა, რომ ლოკალურად ადგილობრივად პრობლემები მოგვარდეს. ამ შეხვედრის მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ უფრო მეტი დისკუსია, უფრო მეტი აზრების გაცვლა იყოს ახალგაზრდებს შორის. სახელმწიფო პოლიტიკის წარმოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისმოდეს ახალგაზრდების ხმა. დღეს ვისაუბრეთ ქართული ოცნების ახალგაზრდა ორგანიზაციასთან ერთად მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის კერძოდ მე ვისაუბრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებით და გქონდა საშუალება რომ მიგვიღო სხვადასხვა კითხვაზე ამომწურავი პასუხები. დარწმუნებული ვარ რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს რომ ახალგაზრდები მეტად ჩაერთონ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ცენტრალურ დონეზე. ასეთი შეხვედრები მაგიტომ არის კარგი, რომ რეალურად პირველივე პირისგან ვიგებთ იმას, რაც გვაინტერესებს. კითხვების დასმაც პირდაპირ აუდიტორიასთან საუბარი ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა არის სახელმწიფოსთან. პირადად კითხვა რაც დავსვი და რაც მაინტერესებდა, ბევრ რაღაცას გაიცა ამომწურავი პასუხი. რეგიონული ტურნეს ფარგლებში მესამე შეხვედრა დღეს გურიაში გაიმართა. მემაყურებელს შევახსენებ, რომ პირველი კონფერენცია აჭარაში, ბათუმში გაიმართა, ხოლო შემდგომ სამეგრელო ზემოსვანეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ. მომდევნო 2 თვის განმავლობაში ტურნე 10-მდე რეგიონს მოიცავს. მადლობა ია შეკვეთილიდან პირდაპირ ეთერში ია გოლიაძე საუბრობდა.
ყველას გვტკივა, მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს. Რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო. ასე უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე ერთ-ერთი დამსწრის მიერ დასმულ კითხვას აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების შესახებ. ივანიშვილმა ისაუბრა პოლარიზაციაზე. მისი განმარტებით, დისკუსია საუკეთესო გამოსავალია. მნიშვნელოვანია დებატებში მონაწილე მეორე მხარესთან გვაერთიანებდეს სამშობლოს რეალური სიყვარული. სხვა შემთხვევაში კი, როდესაც ადამიანს საქართველოს ცუდი ახარებს და კარგი აუბედურებს, მასთან დისკუსიას აზრი არ აქვს. აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა. განმარტებაში ხედავ ცოტნე ივანიშვილს. მინდა რომ პრედ მას დავუსვა ჩემი შეკითხვა. იმედია ყველგან ხვდებით იმაზე, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს ძალიან მაღალი პოლარიზაციის დონე. ასე და ეს პოლარიზაციის დონე უბრალოდ გამოხატული არის ახალგაზრდებში. ყავს ძალიან ბევრი აქციებზე ნაცემი და დაზარალებული ახალგაზრდები. ძალიან გულმტკივა ყველაფერზე რომ მიწევს ლაპარაკი, მაგრამ ამის ფონზე ვერ ხედავთ ვერც ერთ დაშჯილ დამნაშავეს ძალოვანი სისტემიდან. მე მეინტერესებს როგორ უყურებს ცოტნე ამ პოლარიზაციის შემცირების გზებს და როგორ ფიქრობ ამ დაუშვებობის შეგრძნებას რამე გამოსავალი აქვს თუ ეს უბრალოდ თქვენთვის ჩვეულებრივი და მისაღებია. მადლობა დიდ. მოგესალმებით ყველას. მადლობა მოწვევისთვის. შევარია პირადად მოგესალმები, მადლობა ესეთ საინტერესო შეკითხვისთვის. მიხარია რომ ამ თემასთან დაკავშირებით მოგეცემა შანსი ვისაუბროთ. ძალადობაზე საუბრით მინდა რომ დავიწყო. ჩემი აზრით ყველას გვტკივა გული ამ თემასთან დაკავშირებით. მე პირადად ძალიან განვიცდი ამ ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით ეს ყველაფერი ესე არ უნდა მომხდარიყო. რაც შეეხება შეკითხვის პოლარიზაციასთან დაკავშირებით, მოდი შევშალოთ რა. ახლა დავფიქრდი, როდესაც შენ საუბრობდი და მგონია რომ პოლარიზაციის ზოგადად საუკეთესო გამოსავალი და უალტერნატივო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, იმ მეორე მხარეს ასე ვთქვათ, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც ჩემი აზრით სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. პირიქით ახლა, როდესაც ადამიანს ქვეყანაში ცუდი მომხდარი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ესეთ ადამიანთან ჩემი აზრით საუბარს აზრი არ აქვს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ თუ გვაერთიანებს ეს საერთო ღირებულება, ეს ჩვენი საყვარელი საქართველოს სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია, დებატი, რომელიც შეიძლება დაძაბულიც არ იყოს, დასრულდეს თქვათ კონსტიტუცია, კაცუკი ნაცის დახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად. ლოგიკური ჯაჭვის შემოღარებების ნაცვლად. ჩემი აზრით არასწორი არის რომ ადამიანი განსაზღვრო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც არ უნდა გააკრიტიკოს წიგნი, რომელიც არ გვაქვს საკითხული, ხო ვთქვათ. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ პირადად, იქიდან გამომდინარე რომ თუნდაც ეს შეხვედრაც თავისთავად ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდების შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მოახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ და ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენც კი მოგვეცა ესე იდეების გაცვლის შანსი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი და მეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა ჩატარდება, მსგავსი ტიპის საუბარი ჩატარდება, ეს იქნება ქართული ოცნების მხრიდან თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდის მხრიდან, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გახშირდება ჩვენ ქვეყანაში და შესაბამისად ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მგონია, რომ დებატი, დისკუსია ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციის, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი. მადლობა დიდი.
უკვე მეორე დღეა მსოფლიო ყურადღების ცენტრში თურქეთი და ანტალიის დიპლომატიური ფორუმი. აღონიზიებას 155 ქვეყნის 20-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური, 52 საგარეო საქმეთა მინისტრი და დეპუტატები ესწრებიან. ფორუმს დაესწრო საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ყობახიძე სიტყვით ლიდერების წინაშე გუშინ წარსდგა. პრემიერმა შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანთანაც გამართა, სადაც მთავარი თემა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, თანამშრომლობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები იყო. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე და შუა დერეფნის პოტენციალზე. პრემიერმა გამართა შეხვედრა ეუთოს გენდივანთანაც. ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა. მთავარი თემა იყო სამხრეთ კავკასია, ანუ რეგიონი, რომელიც სტრატეგიულ ჰაბად ყალიბდება. საქართველოს იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო. რამდენიმე იმპერია გაქრა, მაგრამ საქართველოს კვლავ არსებობს. ამიტომ გვწამს დიპლომატიის, მშვიდობის, სტაბილურობის და ყოველთვის შეუწყობთ ხელს დიპლომატიას. ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა და ახლა სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველოს ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას. ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. მშვიდობა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გვაქვს ევროპაში. ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3% იყო, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 8.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. ეკონომიკური ზრდის ასეთი მაჩვენებლის საფუძველია ბიზნესის კეთების სიმარტივე. საერთაშორისო ინდექსების მიხედვით მოწინავე ადგილზე ვართ. ასევე ბიუროკრატიის ჭრილში კარგი მაჩვენებლები გვაქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს და მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გააძლიეროს ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობის ფუნქცია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა, განვახორციელოთ მსხვილი პროექტები, როგორებიც არის მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის წარმატების გასაღები. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის დელეგაციას უმასპინძლა შეხვედრაზე, რომელშიც საბერძნეთის, რუმინეთის, კვიპროსის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ეგვიპტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ასამბლეის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობა და სამომავლო დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. ამასთან ხაზი გაესვა ასამბლეის საქმიანობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ის ორიენტირებულია გლობალური ეკონომიკური, სოციალური კრიზისების ფონზე ქრისტიანული ფასეულობების დაცვაზე, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაზე. მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს ხდომა საკანონმდებლო ორგანოში დღეს გაიხსნა. წევრებმა ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს. საუბარი შეეხო განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს, ასევე მართლმადიდებლობის საპარლამენტაშორისო ასამბლეის 33 გენერალური ასამბლეის ორგანიზების საკითხებს, რომელიც 2026 წლის 17-21 ივნისს ჰელსინკიში გაიმართება. დღის ბოლოს კი საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელს და დელეგაციის სხვა წევრებს საპატრიარქოში მიიღებს მეუფეშიო. ასევე დაგეგმილია სიონის კათედრო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის საფლავის მონახულება. დღეს გლობალიზაციის ეპოქაში ქართული მართლმადიდებლობა კვლავაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ის გვასწავლის, როგორ შევინარჩუნოთ სულიერი იდენტობა გლობალურ პროცესებში ჩართულობის პარალელურად, როგორ დავაბალანსოთ ტრადიცია და პროგრესი, როგორ ვაწარმოოთ დიალოგი ისე, რომ არ დავკარგოთ ფუნდამენტური ღირებულებები. ის მოგვიწოდებს მშვიდობისკენ, კონფლიქტების დროს, ურთიერთპატივისცემისკენ, უთანხმოების პირობებში და თანამშრომლობისკენ კონკურენტულ სამყაროში. ამავე დროს დღეს შესრულდა ზუსტად ერთი თვე, რაც განისვენა ჩვენმა უწმიდესმა პატრიარქმა, რომელმაც 9 საუკუნის განმავლობაში მართა ეკლესია. მან თავისი ისტორიული მისია აღასრულა და ვალმოხტირი წავიდა ზეციურ საქართველოში. დღეს თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომელშიც ჩვენს თვალწინ აღსრულდა უდიდესი სასწაული, ერის ხელახალი დაბადება. ერთიანი, მთლიანი,
მტკიცე და შეურყეველი ერის დაბადება. ეს იყო ერი, რომელიც აღდგა ათეიზმის სიბნელიდან და საბჭოეთის უძრაობიდან. ჩვენ უწმინდესი გამოსათხოვარ დღეებში ვიხილეთ ერის სულიერი ერთიანობა, მისი სიმტკიცე, მისი ერთგულება. ეს მემკვიდრეობა დღესაც ცოცხობს ჩვენში და სწორედ ამ უმთავრეს ძალაზე დაყრდნობით ვაპირებთ ცხოვრებას მომავალში. ჩვენ გვჯერა, რომ საერთო ღირებულებების დაცვა არის გზა, რომელიც ხალხებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობას აძლიერებს. ამ გზაზე საქართველოს ყოველთვის მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს, როგორც მრავალსაუკოვანი მართლმადიდებლური კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანამ, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს. ჩვენი ქვეყანის ისტორია საუკუნეების მანძილზე ცნობილია რელიგიად შორისი და კულტურული ტოლერანტობით. საქართველოში დღესაც ქალაქ თბილისში, აი აქ ძველ თბილისში მეგობრულად ცხოვრობენ და ერთი გვეორის გვერდით ლოცულობენ მართლმადიდებელი ქრისტიანები, მუსულმანები, ებრაელური სინაგოგა, გრიგოლიანული ეკლესია თუ კათოლიკური ტაძარი. ეს მემკვიდრეობა ნათელად აჩვენებს, რომ საქართველოს სულიერი კულტურა ყოველთვის ეფუძნებოდა ურთიერთპატივისცემას, დიალოგს და მშვიდობიან თანაცხოვრებას. სწორედ ამ გამოცდილებით ვამაყობთ და მზად ვართ, რომ იგი გაუზიაროთ მსოფლიოს. მართლმადიდებლობა ის მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა როგორც კულტურულ, ისე სულიერ განვითარებაში და დაეხმარა თქვენს ქვეყანას ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში. აქ წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის სახელმწიფო რელიგია არის მართლმადიდებლობა. თქვენ ბრძანეთ, რომ უნდა იყოს ბალანსი ტრადიციასა და პროგრესს შორის, ისევე როგორც საჭიროა თანამედროვე გლობალიზაციის პროცესთან გამკლავება. ევროკავშირის ტერიტორია გამოიყენება, რომ საქართველოში მოხდეს არეულობის ინსპირაცია, სუვერენიტეტის შელახვა, ანტიდემოკრატიული პროცესები. ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ოპოზიციას რევოლუციურ სცენარებს პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწევს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით ბლაჟევიჩის ორგანიზაცია დასავლური ფონდებიდან ფინანსდება. დღეს ევროპული ფული იქცა სხვა ქვეყნების, სხვა ერების ცხოვრებაში ხელის ფათურის, სხვა ერების ცხოვრების და ყოფის არების, დემოკრატიის, ხელყოფის და ძალადობის წახალისების წყაროდ აცხადებს პაპუაშვილი მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ და ამბობს, რომ საკითხზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო. წყაროს მიერ ქრონიკისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად იგორ ბლაჟევიჩი ოპოზიციას 10-ზე მეტი ტრენინგი ჩაუტარა და კონკრეტული დავალებებიც მისცა. სხვადასხვა ცნობით ამ ტრენინგს ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა ესწრებოდნენ ორგანიზაცია ფარის დამფუძნებელი. საკითხი შეფასდა საპარლამენტო უმრავლესობაშიც. ამ ორგანიზაციაში ვხედავთ, რომ მუშაობენ თუ მასთან თანამშრომლობენ სახელით და გვარით ქართველები, თუმცა თავისი სულით უცხო დროშის მოფრიალი ადამიანები. ეს ორგანიზაცია, რომელსაც ეს ბატონი წარმოადგენს, ფინანსდება ევროპული ფონდებიდან, მათ შორის ღია წყაროებით რაც ჩანს, მილიონობით დაფინანსებას გასცემს, კონცენტრირებული არის, ორიენტირებული არის და სპეციფიურად უყურებს კავკასიის რეგიონს, აღმოსავლეთ ევროპას და ჩანს, რომ არის მავნე მიზნები და განზრახვები და იკვეთება პირდაპირ სპეცსამსახურების ხელი იმისთვის, რომ სხვა ქვეყანებში არიან სიტუაცია. საქართველოში სავარაუდოდ ხარჯავს ფულს, რაც ფაქტია, რომ შეთანხმებული არ არის და არ არის არც გამჭირვალე, ასე რომ ყველაფერთან ერთად სპეცსამსახურების აშკარაა, რომ ის რაღაც სპეცსამსახურების სტილის ქმედებები არის, ყველაფერთან ერთად ასევე ჩანს, რომ არის გარკვეული, შეიძლება იყოს აქ გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულიც კი გქონდეს ადგას, თუ კი ფული იხარჯება საქართველოში, არადეკლარირებული ფული, როგორც გამჭვირვალობის მხრივ, ისე საგადასახადო მხრივ. ასე რომ უსაფრთხოების სამსახური დარწმუნებული ამ ყველაფერს დააკვირდება, შეისწავლის. ჩვენი ამოცანა კი პოლიტიკურად არის ამ ყველაფრის მხილება. იგორ ბლაჟევიჩები და აკერმანები, დამუშავებული ინსტრუქციები, გაწერილი სახელმძღვანელოები, დემოკრატიის სახელით მოსაუბრე არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის სწორედ ის
კარგად დამუშავებული სქემა, რომელსაც არაფორმალური ძალები იყენებენ უცხო ქვეყნებში საკუთარი გავლენის, რევოლუციების და არეულობების მოსაწყობად. ეს არის ასევე ის სცენარი, რომელ გზაზეც ოპოზიცია არაერთხელ მდგარა, სადაც არაერთხელ მარცხი განუცდიათ და ვფიქრობ, რომ ახლაც მარცხისთვის განწერული გზა არის. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ აღიარებს ამას, სხვადასხვა პასუხები აქვთ მომზადებული თუ როგორ დაიძვრინონ თავი თითქოს არ ყოფილან ჩეხიის სპეციალისტის და ტრენერის ასე ვთქვათ შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი სქემა არის, მოქმედი ქსელია, რომელსაც აქ ადგილობრივი აგენტურა აძლიერებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ფინანსთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება. შტატების დედაქალაქში ლაშა ხუციშვილმა და ევროპული ბანკის პრეზიდენტმა საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართეს შეხვედრები. ქართულმა მხარემ მათ ქვეყანაში არსებული მიკროეკონომიკური მაჩვენებლები და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად გეოპოლიტიკურად არსებული დაძაბული მდგომარეობისა გლობალურად, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი ნარჩუნდება ძალიან მაღალ დონეზე. ინვესტორებმა დაადასტურეს მზაობა და სურვილი გააგრძელონ ინვესტირება საქართველოს ფასიან ქაღალდებში. ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება სიახლეები, გვექნება ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რის მიმართაც საკმაოდ მაღალი ინტერესი ნარჩუნდება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. გეკა გელაძესა და მის უზბეკ კოლეგას შორის ორმხრივი შეხვედრა უკვე გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პარტნიორობის გაფართოებასა და განმტკიცებაზე. ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც მხარეთა შორის ორმხრივი დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის აღკვეთისა და გამოძიების საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს. და ახლა უცხოეთის ამბები ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ტანკერს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას The Guardian-ი აღწელებს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ირანის უზენაესი ლიდერის მიერ შემდგომ გავრცელებული განცხადების მიხედვით ისლამური რესპუბლიკის საზღვაო ფლოტი მზადაა მტერს მწარე მარცხი მიაყენოს. პარალელურად საერთაშორისო მედიის ინფორმაციით ირანის სამხედრო საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს, რადიოშეტყობინებებს უგზავნიან და აფრთხილებენ, რომ სრუტე კვლავ დახურულია. მანამდე ირანის გაერთიანებულმა სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტის განმეორებით ჩაკეტვასა და ამოქმედებაზე მიანიშნა, კონკრეტული განცხადებაც გავრცელდა და ითქვა, რომ სრუტე იქნება ჩაკეტილი მანამ, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები ირანული გემებისთვის ნავიგაციის თავისუფლებას სრულად არ აღადგენს. ახლო აღმოსავლეთი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის მოლოდინშია. დიპლომატები ვაშინგტონიდან და თეირანიდან ერთმანეთს 20 აპრილს პაკისტანში შეხვდებიან, თუმცა ირანული მედიის ინფორმაციით თეირანი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვას ჯერჯერობით არ დასთანხმებია. შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ მხარეებს შორის შეთანხმება არ დაიდება, მოსალოდნელია, რომ კონფლიქტი განახლდეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამერიკული მხარე ბევრს საუბრობს იმისთვის, რომ შეთანხმება მიიღწეს. მნიშვნელოვანია მეორე მხარე მოარი თქვას გადაჭარბებულ მოთხოვნებზე და პატივისცეს საერთაშორისო სამართალს, ნათქვამია განცხადებაში. ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებით საქმე ძალიან კარგად მიდის. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს საზღვაო ბლოკადა. წარმატებული იყო ბლოკადამდე არსებული 5 კვირა. ვიტყოდი, რომ ეს კომბინაცია დამანგრეველი აღმოჩნდა. ასე რომ, სულ მალე გვეცოდინება ყველაფერი. ჩვენ გვაქვს დიალოგი და მე ველი, რომ პროცესები კარგად წარიმართება. ბევრი რამ უკვე შეთანხმებული და მოლაპარაკებულია, მაგრამ ბლოკადა ძალაში დარჩება. თუმცა შესაძლოა მისი ვადა აღარ გავახანგრძლივო, ასე რომ გვაქვს ბლოკადა და სამწუხაროდ დაბომბვა ისევ მოგვიწევს. ამერიკული მხარე ბევრს საუბრობს და ხშირად აკეთებს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლო გამოსვლაშიც არაერთი განსხვავებული გზავნილი გაჟღერდა, ამიტომ მისი ნათქვამის ინტერპრეტირებისგან თავ შევიკავებ. ამ ეტაპზე ჩვენი ყურადღება მხარეებს შორის შეთანხმების დასრულებაზეა ფოკუსირებული. ვიმედოვნებთ, რომ პროცესის დასრულებისთანავე შემდეგ ეტაპზე გადავალთ. ვითარება ამჟამად საკმაოდ სენსიტიურია, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ირანი დიპლომატიის ერთგული რჩება. მნიშვნელოვანია, რომ მეორე მხარემ უარი თქვას
მაქსიმალისტურ პოზიციებზე და პატივისცეს საერთაშორისო სამართალს. ეს დიპლომატიური პროცესის შედეგს უზრუნველყოფს. ვიდრე ჩარჩო შეთანხმებაზე არ ჩამოყალიბდებით, კონკრეტული თარიღის დასახელება შეუძლებელია. ნებისმიერი ვალდებულება, რომელსაც ჩვენ ავიღებთ საერთაშორისო რეგულაციების ფარგლებში, იქნება მოქცეული. ირანს აქვს თავისი პასუხისმგებლობები და უფლებები. ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარ უფლებებზე უარის თქმას. უკრაინაში ოდესას ოლქში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და ავტობუსები. იერიშის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. პარალელურად რუსეთში სამარას ოლქში უკრაინული დრონებით საფასუხო თავდასხმის შედეგად დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მეწყერია ჩრდილოეთ პერუში სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. შედეგად საჭირო გახდა 172-მდე ადამიანის ევაკუაცია და მათი უსაფრთხო თავშესაფრებში გადაყვანა. ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული, ქვეყანაში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ლისაბონში კი შრომითი რეფორმის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. პროფკავშირების განცხადებით რეფორმა დასაქმებულთა უფლებებს სპობს. შრომით ბაზარზე კი არასტაბილურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. ვიდრე კანონპროექტს პარლამენტს არ უდგენენ, მისი სავალდებულო განხილვა პროფკავშირებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. დავბრუნდეთ საქართველოში. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმე დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა დაცვის მხარემ. ლევან ჯანგველაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბრალდებულების ადვოკატების მიმართ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვეს. ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე მორგის სხდომა 23 აპრილს ჩაინიშნა. გამოძიება მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. საქმეზე უკვე მსჯავრდებულია გელა უძილაური. მკვლელობის დამკვეთად კი დასახელებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე. ბრალდების მხარე გამოძიებას მათ შორის ვალდებული იყო იმ ბრალდების დადგენილების დაწერით, რაც ძმები მიქაძეების მიმართ იქნა გამოტანილი, დაედასტურებინა მტკიცებულებებით, პირდაპირ მტკიცებულებებით თანგონიურ ლეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ მიქაძეები მონაწილეობდნენ ანგარებით და შეკვეთით ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში. ამგვარი მტკიცებულება ბრალდების მხარეს ნამდვილად არ წარმოუდგენია. მოვისმინე ორი ადვოკატის დასკვნით სიტყვა, რომლებიც გარდა იმისა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ დასკვნით სიტყვაში და პირდაპირ გულწრფელად გეტყვით, ერთი სული მაქვს რეპლიკის ეტაპზე, როდის გადავალთ, როცა პასუხები გავცე, თავის თავს ეწინააღმდეგებიან ბევრ გარემოებთან დაკავშირებით. ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ ეს განაჩენი პრეიუდიცია არის თუ არა, რაც გელა უძილაურის მიმართ დადგა, იმიტომ რომ ხან იმას იძახიან, რომ ეს განაჩენი დადგენილია და ჩვენ არ გვეხება და ხან იმას იძახიან, რომ არა, იქ დადგენილი ფაქტობრივი გარემოები სადავოა. არის ძალიან ბევრი ნიუანსი, მათ შორის მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ დაცვის მხარე შეეცადა ბრალდების მხარე წარმოეჩინა თითქოს ბრალდების მხარემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ფარცხალაძის ამბასადორში მისვლასთან დაკავშირებით. გარკვეული ფაქტობრივი გარემოების უზუსტობის წარმოდგენით კიდევ ერთხელ ნამდვილად გულწრფელად ანუ რაღაცას ველოდი რომ არ არსობრივ სიტყოდენ, მაგრამ ესე გაცდებოდნენ ფაქტობრივ გარემოებს, სიმართლე გითხრათ არ მქონდა მოლოდინი. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააგავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთ მოქალაქეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა თანამზრახველებთან ერთად დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით ყაჩაღობის გეგმა შეიმუშავეს. 14 აპრილს თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით მიიყვანეს ორი პირი, გაკოჭეს და ცეცხლსასროლი იარაღის და სიცოცხლის მოსპობის მუხარით ყაჩაღურად დაეუფლნენ მათ კუთვნილ თანხას 191,000 დოლარის ოდენობით. ასევე ძვირფასეულობას სამივე შემთხვევის ადგილიდან მიემალა. ამოღებულია იარაღები და დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული სხვა ნივთები. ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პირს ფიზიკურად გაუსწორდა. დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის გაზაფხული რუსთავში ეკოლოგიური აქციებით იქნება დატვირთული. დღეს დაიწყო რუსთავის ჭალის ტყეების აღდგენა განაშენიანების ახალი ეტაპი, რომელიც 320 ჰექტარ ფართობზე ბუნებრივი ტყის აღდგენას ითვალისწინებს. ეკოპროექტში აქტიურად არიან ჩართულები რუსთაველი ახალგაზრდები. დღევანდელ პროცესში 200-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
200-მდე ახალგაზრდა დღევანდელ გამწვანების აქციაში ჩართული. ჯამში გეგმავთ, რომ მხოლოდ სკოლებიდან 1000-მდე ახალგაზრდა მიიღოს მონაწილეობა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაში. რუსთავში აქტიურ ფაზაში შევიდა ჭალის ტყის განაშენიანების მასშტაბური პროექტი, რომელიც ტყის აღდგენას 320 ჰექტარზე ითვალისწინებს. ადგილზე მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ტერიტორიას დამატებით ფუნქციას შეძენს. სუხიშვილების ცეკვის აკადემიის ბავშვთა ანსამბლი რამდენიმე დღის წინ ბერლინიდან დაბრუნდა, სადაც საერთაშორისო ფესტივალის გალა კონცერტზე საპატიო მონაწილეების რანგში იყვნენ მიწვეულები. ღონისძიების ბერლინის სახელმწიფო ოპერის თეატრში უმასპინძლეს, სადაც სუხიშვილების აკადემიის მოცეკვავებმა 3 ცეკვა ცდო, კინტრიში და ჯუთაში ასრულეს. ძალიან ყვაყოფილი ვარ ჩვენი ბავშვები, ძალიან იყო ჩაღეს. დისციპლინირებულები იყვნენ, პროფესიონალურად იმუშავეს და მიხარია საერთოდ დიდ мотивაციას გვაძლევენ ეს ბავშვები განსაკუთრებულად ნიჭიერები არიან, მონდომებულები არიან და ძალიან უყვართ ის, რასაც აკეთებენ. არაჩვეულებრივი გასტროლი იყო, არაჩვეულებრივი კონცერტი იყო, არაჩვეულებრივ თეატრში, შტატ ოპერაში იყო კონცერტი, სასწაულ ვარსკვლავებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ბავშვებმა. ბავშვებმა ძალიან კარგად წარმოაჩინეს თავისი თავი. ჩვენი ქვეყანა, ბედნიერი ვარ, მიამაყება ჩემი მოსწავლეები. და სულ წარმატებებს უსურვებ. კურიერი 6 საათზე ამით დასრულებულია. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustaviory.gr და ასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustaviory-ის Facebook გვერდზე. არ გადართოთ წინ გელით სპორტი rustaviory-ზე.